დღეს იქნება ფასების შედარება ბათუმისა და თბილისის ბაზრებს შორის 2025 წელში. ამას ხალარიო, კი ნახა მომატყულა. მე ახლა ვიმყოფები თბილისში დეზერტირების ბაზარში, ლედი კი ამ დროს იმყოფება. მე კი ვიმყოფები ბათუმში, ბონის ბაზრობაზე და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უფრო იაფად გამომევა დღიური რაციონი, ვიდრე ბონდოს თბილისში. ალბათ თქვენს გაინტერესებთ, რამდენად განსხვავდება ბათუმისა და თბილისის ფასები, ასე რომ ჯერ დალაიქეთ და დავაშვით. მოდით მეგობრებო დავიწყოთ საუზმით და საუზმის არჩევნის უფლებას მივცემ ლედის. ლედი აქ ხარ? საუზმეზე რა ვიყიდოთ, რა შეჭამთ? ყველაფერს გარდა შვრიის ფაფისა. ვიცი რომ ჯანსაღია, მაგრამ მე ვიცი უფრო სხვა ჯანსაღი პროდუქტები, მაგალითად კვერცხი. გავაკეთებ ომლეტს. კარგი იყოს კვერცხი, რატომაც არა? 4 ცალი კვერცხი. ლედიმ საუზმეზე აირჩია კვერცხი, სოფლის კვერცხი, თუმცა დარწმუნებული არაო რამდენად ნატურალური სოფლის კვერცხი იქნება. მოდით მოვძებნოთ, წავედეთ. ვიცი ერთი ადგილი სადაც ადრე იყიდებოდა. მე კარგი ხანი არ მყოფილ ბაზარში, ბავშვობაში დედაჩემის ერთად დავდიოდი ბაზრობაზე. რამე პროდუქტის საყიდლად. მოდი გავიხსენოთ ძველი სქილები. გამარჯობა. აი ეს სოფლის კვერცხია? კი, გაინაცვალე. ნამდვილად სოფლის კვერცხია? სოფლის კვერცხს ვეძებთ. კარგი, რამდენი ცალი ვიყიდოთ? მგონი 3 ცალი მეყოფა. ან 4. 4 ავიღოთ. რა ღირს ერთი ცალი? ერთი ცალი 80 თეთრი. 80 თეთრი. კარგი იყოს, მომეც 4 ცალი. აი ბავშვებო ვიპოვეთ ნამდვილი სოფლის კვერცხი. ერთ დავამატებ და იყოს. მადლობა დიდი. 4 ლარი გენაცვალე, ძალიან კარგი კვერცხია. აი აიღეთ. ნახეთ ბავშვებო, ერთი კვერცხი სასშუქრად. აი მეგობრებო, კვერცხი ეს გონი სოფლისა 50 თეთრი ღირს. ეს სოფლის კვერცხია თუ? არა ხო? აქ იყიდება ბაზარში სადმე სოფლის კვერცხი. და აქ ვინ არის? ეს რა ღირს? გონი 80. 80 ბევრია. 80 ბევრია ჩვენთვის. კარგი. 4 ცალს ვიყიდით. აი მეგობრებო, 4 ცალი კვერცხი და გადავიხადე 3 და 20 თეთრი. ნახოთ აბა რამდენად იყიდა ლედი ბათუმში, ძალიან მაინტერესებს. დავიშვით. კვერცხის მოვიმარაგეთ, დავხარჯეთ 4 ლარი 5 ცალში და ახლა სადილის დროა. ახლა ბონდომ უნდა ერჩიოს სადილი და იმედია ქათმისფილეს არ აირჩიოს. ბონდო გესმის? კარგი, მივხვდი რომ ფიტნეს კერძების მოყვარული შენ არა ხარ, ამიტომ უფრო კარგ ალტერნატივას შემოგთავაზებ. მოდი ვიყიდოთ წიწილა, სოფლის წიწილა. აუ, კი, წიწილა მართლა კარგი ალტერნატივა. მოდი მე მოვძებნი აქ და შენ მან ნახოთ რა განსხვავება იქნება ფასებში. წავედი. კათამი მეგობრებო, როგორც სწორად მახსოვს, მეორე სართულზე უნდა იყოს. აქაურობა ვიცი, როგორც საკუთარი ბაზარი, როგორც საკუთარი სამზარეულო, როგორც საკუთარი მაცივარი. აჰა, აქ იყიდება საქონელი და იქით იქნება კათამი. გამარჯობა, წიწილები გაქვთ? პატარა წიწილები გვინდა? ეს დიდია. არა, აი დაბლა. რა ფასებია? 12. 11-ში, ჰა, კარგი. სხვაგანაც მოვზევნოთ. წყერი არ ითვლება ნეტა წიწილაში? წყერი რა ღირს? 3 ნახევარი. წიწილა რა ღირს? 10 ლარებში მოგცემ თვითონ. 10 ლარი, აჰა. 11, 10 ლარი. დავიმახსოვროთ მეგობრებო. თქვენთან რა ღირს წიწილა? ეგ 20 ლარი, ეს სოფლის წიწილა. 20 ლარი? ეს სოფელია, ეს სოფლის დედალია. ეს ინდაურია, ეს იხვია, რომელიც აჰა. ესე იგი წიწილა ყველაზე ძვირიანი 12 ლარი იყო და ყველაზე იათიანი 10 ლარიანი. თუმცა არსებობს კიდე თურმე წიწილა სოფლის, რომელიც ღირს 20 ლარი. დიდი სიამოვნებით ვიყიდი ამას, მაგრამ ჩვენ ხომ ფასები უნდა შევადაროთ, ამიტომ ალბათ ვიყიდი 10 ლარია. რამდენი ცალი მოგცემ? ერთი ცალი. ერთი? კი. ერთი ცალი საკმარისია. ჩვენ ვიღებთ გადაცემას ბათუმის და თბილისის ფასებს ვადრით ბაზრების. ამავე დროს ჩემი დაიკო იმყოფება ბათუმში და იქაც ყიდულობს იგივე პროდუქტებს. მერქმა ჯანმრთელობა და ბარაკა. მადლობა. თქვენს დი ბათუმში უფრო ძვირია თუ თბილისში ბაზარი? მე ესე ვიცი ბათუმში. ბათუმში უფრო ძვირია, ხო? მეც ეგრე ვფიქრობ. აი წიწილების სექციაშიც მოვედით. აბა მოდით ფასები ვკითხოთ. გამარჯობა. თქვენთან წიწილა რა ღირს? წიწილა 9 ლარი. 9 ლარი. აი ეს ღირს 9 ლარი. მოდით სხვაგანაც ვნახოთ, მაინტერესებს. გამარჯობა, თქვენთან წიწილა რა ღირს? 9 ლარი. მოდით სხვაგანაც ვნახოთ კიდე. გამარჯობა, უკაცრავად.
გონი არ ესმის. გამარჯობათ. თქვენთან წიწილა რა ღირს? 9 ლარი. გამარჯობათ. თქვენთან წიწილა რა ღირს? 10 ლარი ღირს, კაი წიწილა ნახე დედო. 10 ლარი. და ხო არ დამიკლებთ? ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე პირველთან მივიდეთ, ან კარგი ფასია. გამარჯობა დაუბრუნდი. აი ერთი წიწილა მინდა. და? კი. აი წონით არაა ცალობით იყიდება და ძალიან კარგია ჩვენთვის. აუ, რაღაც გამახსენდა. გარნირი, მეგობრებო, გარნირი. ლედი, წიწილას რამე გარნირი არ დავაყოლოთ? ბრინჯი, წიწიბურა, კარტოფილი რამე. რა საერთშევდი? ბატატი იყოს. ბატატი არის ტკბილი კარტოფილი, სავსე ვიტამინებით, მაგრამ არ ვიცი რამდენად რეალურია ბაზარზე ამის პოვნა. მოდი, ვცადოთ. ბატატიო, მეგობრებო, ბატატი სად უნდა ვიყიდო აქ? თან როგორც ვიცი, ბატატი ძალიან ძვირიანი სიამოვნება. კარგი, წამოდით, გარეთ გავიდეთ და ვიპოვოთ. მოვძებნოთ. ბატატი. ბევრმა არც კიცის რა არის ბატატი, რა მოიგონა. აჰა, მეგობრებო, გამოვედი თუ არა, ეგრევე დავინახე ბატატი. არა და მეგონა ბაზარში ვერ ვიპოვიდით. ბატატი რა გის მეგობარო? 10 ლარი. 10 ლარი ღირს ბატატი. აგვიწონეთ აბა. ბატატს ეძახიან ტკბილ კარტოფილის, თუმცა კარტოფილი საერთოდ არ არის. გემოში გავს ალბათ დაახლოებით ხაპს. ხაპს მიმასგავსებს. თუმცა ხაპიც არ არის. აი, ამხელა ბატატში გადავიხადე 4 ნახევარი. მადლობა, გაიხარეთ. დავეშვით. გამარჯობა, ბატატი ხო არ გაქვთ? ბატატი ტკბილი კარტოფილი თუ იცი. კით? გამარჯობა. მართლა? აი, ბავშვებო, ნახეთ ბატატი. აი, ასე გამოიყურება. ტკბილი კარტოფილი. და მოდით ავიღოთ. რა ღირს? 15. გონი ერთი გვეყოფა. ძალიან დიდია. კარგია ეს იყოს. 10 ლარია. 10 ლარი? მადლობა. აი, ვიყიდეთ ბატატი. დავიშთ. ბანდა გესმის? ბატატი უკვე ვიყიდე. შენ რა შვები? გონი უკვე ვახშმის დროა და რას იყიდი? მოდი რამე მსუბუქი იყოს ვახშამზე, მაგალითად თევზი ბოსტნეულთან ერთად. ვიყიდოთ 3 ცალი პომიდორი და 3 ცალი კიტრი, ან 3 ცალი პომიდორი და 1 ავოკადო. ჩემი აზრით ძალიან კარგი ის იქნება მიქსი. გასაგებია, მიღებულია. აი, აქაც ხედავთ ბოსტნეულს და ვიყიდოთ, დავეხმაროთ გონდოს. ავოკადო. აი, ავოკადო და პომიდორი. ავოკადო რა ღირს 1 ცალი? ჩოლო 16, 1 ცალ 5 ლარი. 1 ცალი 5 ლარი. კი ბატონო. საკმაოდ რბილია, მეგობრებო. 1 ავოკადო მინდა და პომიდორი 3 ლარიანი გაქვს რამე ყველაზე იაფი. ეს არის 5 ლარი. ყველაზე იაფი ესა 5 ლარი? კაი, 3 ცალი პომიდორი. ძალიან დაფეშილია ბებია, რატო? იმითო მიაფათე. 5 რა ისიაფია? აი, გამიწონეთ და მე ეს. მეგობრებო, ვინც კომენტარებში ყველაზე მაგრად გარიფმავს ავოკადოს, იმას გადაურიცხავ 100 ლარს. აბა წავიდა. ავოკადო. სადა ხარ შენ, ჩემო, კარგო. 8 ლარი ესე ის. 9 ლარი, აბა ვაო. ეს ერთი დამად 3 ლარი, ეს და 4. მოიც. ეს 5 ლარი ხო ღირს? 5 ლარი ეს და ეს 3 ცალი მინდა, ბებო, 3. 3 ლარი სტანა ცოტა აკლია 3 ლარი აი. და მიმატეთ? მაჩუქეთ ესე იგი და 3. 3 ლარი და 5 ლარი. 8 ლარი. აბა 9 ლარიო, კი ნახა მომატყო. ესე იგი ბოსტნეულში დავხარჯეთ 8 ლარი და მგონი ხილის უნდა დავამატოთ. ხილი კარგი აზრია. ბანანს ვიყიდი, აქ ბანანი არის სადმე. უკაცრავად, აქ პომიდორი რა ღირს? მაგის 5 ლარი კი. 5 ლარი კირო. მოდი ავიღოთ 3 ცალი გვეყოფა ჩემი აზრით. 3 ცალი პომიდორი იყოს და 1 ავოკადო. ჩემი აზრით ავოკადო ძალიან სასარგებლო რაღაც. ავოკადო 4 ლარი 1 ცალი. კარგი 1 ცალი იყოს, აი ეგ. ჩავაწყოთ. ნახევრისა პომიდორი კლასა 5 ლარი. 5 ლარი ავოკადოც. კარგი. ლედი, ბანანის ვიყიდოთ 4 ცალი. ჩემი ეს კარგი იდეა. აი 1 კონა ავიღოთ. აი ეს მგონი გვეყოფა. აბა ნახოთ რამდენი გამო. 2.70. კარგი. დაგვრჩა ბოლო კერძი. უნდა ავირჩიოთ თევზი. მოდით ნახოთ რა იყიდება, როგორი თევზები იყიდება ბათუმის ბაზრობაზე. წავედით.
4 ცალი ბანანი რო აგვიწონოთ თუ შეიძლება.იანი რო იყოს. 4 ცალი გვინდა რა. არ ვიცი. კაი, იყოს 5 ცალი, იყოს. 20 თეთრს გამოვაკლებთ არა უშავს. ლარი 20. ნუ დაახლოებით 5 ლარი გამოვიდა ბანანი რა. მადლობა ნახვამდის. ყველაფერი მოვიმარაგეთ გარდა თევზისა, ასე რომ დავეშვით ახლა თევზი ბევრია, კალმახი ვიყიდოთ. აბა თქვენთან რა ღირს ერთი ცალი კალმახი? კალმახი 22 ლარები. 22 ლარი. ეს გარბულია დე. გარბული. დილამშვიდობის და. აბა კალმახი რომელია მე ვერ აი ეს არის კარგი. აბა ეს არის ორაგული. ეს არის მერლანკა, ეს არის ორაგული. აი ეს ერთი ცალი კალმახი რო ამიწონოთ. ერთი? ხო, ერთი გვეყოფა. ვერ ვუყურებ ბავშვებო. აი აიღეთ 7 ლარი. მადლობა. კალმახიც ვიყიდეთ. ერთი ცალი თევზი ამიწონეთ. აი მაგალითად თქვენ არჩა? სხვაგან გადაიღეთ, ხო? მოკლედ დაგვიშალეს, იმიტომ რომ ცალობით გადავწყვიტე ყიდვა. 1 კილო რომ ეყიდა, ალბათ არ დაგვიშილდა, მაგრამ რო უთხარი ერთი ცალი ამიწონიო, დაეზარა და გამოგდევდა. აქ ვნახოთ, აბა, კალმახია ხო? კალმახი თქვენია? რამდენი? ერთი ცალი ამიწონეთ, ასე შეიძლება. არ აწონით, ხო ერთს? თმა ერთ ცალს ამიწონი, კალმახს არავინ არ აგვიწონა. აი, ციგარი გაცი. 5 ლარი? კი, წავიღეთ. 320 გრამი გამოვიდა, თითქმის 9 კილო რა. აი ხარიზმაო, მადლობა. დავეშვით. აი ამით ვასრულებთ, აი ამდენი რამე გამომივიდა. ვიყიდე 5 ცალი კვერცხი, ქათამი და ბატატი, თევზი და ბოსტნეული და ბოლოს ხილი, ბანანი. და ჯამში გამომივიდა 39 ლარი და 70 თეთრი. მოდით ნახოთ, რამდენი გამოვიდა ბონდოს. მე კი ვიყიდე ის ყველაფერი, რაც ლედი და ამ ყველაფერში გადავიხადე 36 ლარი და 50 თეთრი. როგორც ხედავთ, ფასები ორაზროვანია. ზოგიერთი პროდუქტი ბათუმში უფრო იაფია ვიდრე თბილისში, ზოგი კი პირიქით. თბილისში უფრო იაფია ვიდრე ბათუმში. ამიტომ ვიტყოდი, რომ დიდი განსხვავება როგორც ასეთი ბაზრებს შორის არ არის. ამაზე კი სრულდება დღევანდელი სიუჟეტი, მეგობრებო. თუ გსურთ, რომ მომდევნო ვიდეოში შევადაროთ სხვადასხვა მაღაზიების ფასები, მოდით დავაგროვოთ სულ რაღაც 5000 YouTube-ური ლაიკი. ყველას ბონდური ნახვამდის და გილოცავთ 2025 წელს.